მოგესალმებით. ამ ვიდეოში ვისაუბრებ ელექტრომაგნიტურ ჰიპერმგრძნობელობაზე. ახდენს თუ არა გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე მობილური ტელეფონებისა და Wi-Fi-ის გამოსხივება? ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანები რეაგირებენ არაიონიზირებად გამოსხივებაზე, როგორიც არის Wi-Fi და მობილური ტელეფონის სიგნალები. ექსპერტები ამბობენ, რომ საკმარისი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა ცალკე ნევროლოგიურ დაავადებად იქნას აღიარებული. თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მხოლოდ თერმულ გავლენებზე საუბრობს, მაგალითად სხეულის ტემპერატურის მატებაზე და თვლის, რომ ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობა ფსიქოლოგიურ შიშს უკავშირდება. კვლევების მიხედვით მაიკლ ბივინგტონი Electrosensitivity UK-დან აცხადებს, რომ სამედიცინო და სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა გადახედონ თავის მიდგომებს. მისი აზრით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ბიოქიმიურ და ბიოფიზიკურ კვლევებზე და არ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. ასევე სხვადასხვა ფაქტორები სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანებზე. ამიტომ ჯანმრთელობაზე გავლენის დასადგენად საჭიროა მექანიზმის დადგენა, როგორც ხდება ეს მზის გამოსხივების შემთხვევაში, რომელიც კანის კიბოს იწვევს. კვლევებით უკვე დადასტურდა, რომ ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობით დაავადებულებს მეტი შანსი აქვთ ჰქონდეთ გენეტიკური მიდრეკილება ჟანგვითი სტრესის მიმართ, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკებს ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი და ალცჰეიმერი. ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობის შესწავლისთვის ჩატარდა ტესტები, სადაც შეისწავლეს ადამიანის რეაქცია ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე და ამ ტესტების შედეგები დადებითად იქნა შეფასებული. არსებობს დამატებითი მტკიცებულებებიც, რომლებიც კავშირებს პოულობენ გარკვეულ კიბოებსა და მობილური ანძების რადარების ზემოქმედებას შორის. მაიკლ ბივინგტონის აზრით, საკმარისი მტკიცებულებები უკვე არსებობს, რათა დავასკვნათ, რომ ელექტრომაგნიტური ჰიპერმგრძნობელობასა და ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას შორის კავშირი არსებობს. მადლობა ყურადღებისთვის.